კულინარია უზომოდ მიყვარს და ჩემს ცხოვრებაში არის დღეები, როცა გაღვიძების თანავე ვიცი, რომ დღეს რაღაც ლამაზის გამოცხობის დღეა. მოდი დღეს მოვამზადოთ რამე ძალიან გემრიელი, ფუმფულა, მარტივად მოსამზადებელი და თან სეზონური დესერტი. და რას ფიქრობთ მოცვის კექსზე? მე მგონი ძალიან კარგი იდეაა. პირველ რიგში დავადნოთ კარაქი. მიდიას მიკროტალღურში დავადნე კარაქი. დადნობის გარდა ამ მიკროტალღურს უამრავი კარგი ფუნქცია აქვს და დროდადრო მოგიყვებით ხოლმე აუცილებლად. დამნარ კარაქს კი დავამატე მაწონი, გამაფხვიერებელი, შაქარი, კვერცხი და რა თქმა უნდა უმაღლესი ხარისხის გაცრილი ფქვილი. გარეცხილ და გამშრალებულ მოცვს კი ვამატებ 1 კოვს სახამებელს და შემდეგ სახამებლიანი მოცვი გადამოგვს ცომში. მიდიას ღუმელს ვახურებ 180 გრადუსზე და ვათავსებ ჩვენს დამცხვარს გამოსაცხობად. სხვათა შორის ხშირად მეკითხებიან, რომელ ღუმელს უწევ რეკომენდაციას ცხობისთვის. პასუხი ნათელია, რა თქმა უნდა, იმას, რომელსაც თავად ვიყენებ. ჩემი სამზარეულო სრულად გახლავთ მიდიას ბრენდით დაკომპლექტებული. მათ შორის საცხობი ღუმელით. და ვფიქრობ, აუცილებლად უნდა იცოდე ის, რომ 25-დან 31 ივლისის ჩათვლით მიდიას ფრენჩაიზ დღეები იწყება. რაც გულისხმობს იმას, რომ სპეციალური ფასები დაგხვდებათ მიდიას ბრენდირებულ ფრენჩაიზ მაღაზიებში საქართველოს რეგიონებში. თუ ტექნიკის შეძენას ფიქრობდი, ახლა სწორედ რომ დროა. 50%-მდე ფასდაკლება დაგხვდება შერჩეულ მოდელებზე და ფასდაკლება იმოქმედებს ყველა ძირითად კატეგორიაზე. და ჩვენ მოცვის კექსს რომ დაუბრუნდეთ, უბრალოდ შეხედეთ, როგორი იდეალური გამოცხვა მიდიას ღუმელში. დაბრაწული გვერდებით, გულში კი ფაფუკი. გთხოვთ შეინახეთ რეცეპტი და აუცილებლად მოამზადეთ. დარწმუნებული ვარ თქვენს ცხოვრებაში ერთადერთი მოცვის კექსის რეცეპტი გახდება.